ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი. მამა ლონგინოს, დაგლოცეთ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მადლობა მობრძანებისთვის. დაგლოცავთ და მართლაც თელ ერს უსამძიმრებ აი ამ მძიმე დღეს შეიძლება ითქვას სულიერი მამის დაკარგვას. დიახ. ვისაც კი ნუგეში ქონდა მისი სახით. მამა ლონგინოს, აი ჩვენ ჩართვაში უსმენდით მამა ლუკას აუბრობდა ფალავანტიშვილი, აი დაუბრუნების შეგრძნებაზე და ყველას გვაქვს ეს შეგრძნება. ალბათ ყველა ქართველს ჩვენს მოსახლეობას და აი თქვენი დამოკიდებულება პატრიარქისადმი, აი ამით გვინდა რომ დავიწყოთ. ვიცით რომ გქონდათ ხშირი ურთიერთობა, გქონდათ ამის ბედნიერება და ვინ იყო და ვინ არის თქვენთვის პატრიარქი ილია მეორე? დიდი მადლობა ელისაბედ. ცოტა მიჭირს ჩემი მხრიდან პატრიარქის პიროვნების შეფასება, ადრეც მე აღნიშნე რომ ისო პატრიარქი გახდა მე ჭირდაბადებულიც არ ვიყავი და ჩემს ასაკზე მეტი სტაჟი ჰქონდა მას პატრიარქობის მოღვაწეობის და აქედან გამომდინარე ცოტა რთულია რაღაცა გაკადნიერდა ადამიანმა რაღაც შეფასება მისცე, თუმცა რა თქმა უნდა არის პიროვნული განცდები, პიროვნული ემოციები და დამოკიდებულება ემოციური, რაზეც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. აი წეგან სწორად აღნიშნეთ, აი დაუბლება ერის. დიახ. აი თვითონ კანონიკაშიც არის ესეთი ტერმინი, როდესაც ეპისკოპოსი გარდაიცვლება, მღვდელმთავარი კათედრას ეძახიან, ქრივდება. დაუბლებას აი დაქვრივება. საიდან წამოვიდა ეს ტერმინი, რატო, ხო? არა ვაკანტური ადგილი ან რო თავისუფალია და რაღაცაც არის თქვა სამართლებრივად, ხო? არამედ ესეთი ტერმინი არის დამკვიდრებული. სწორედ იმის გამო, რომ ორი გაგება აქვს ჩადებული. ერთი ის როგორც წყემს თავარი, ის არის როგორც თქვა სულიერი გაგები დაქორწინებული თავის კათედრაზე და მზრუნველი და როდესაც ის გარდაიცვლება, ამიტომაც უკვე დაქვრივებულად ითვლება ის ეპარქია და ის კათედრა. და მეორე მხრივ ის როგორც ასე ვთქვათ მამა და სულიერი მშობელი თავისი სამწყსოსი ამ მხრივ დაუბლებასაც აღვიქვავთ. და აქ რა არის რომ ნებისმიერი მღვდელმთავრის გარდაცვალების შემთხვევაში ესაც ვთქვათ შაბლონურად ყველაზე ითქმის, მაგრამ მით უმეტეს ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში სადაც პიროვნულ დონეზე შეიძლება ითქვას მას თითქმის ნახევარი საუკუნე იყო პატრიარქი და მთელი ერთი თაობა შეიცვალა. ანუ მაგალითად ჩემი თაობის ადამიანს თვალი გავახილეთ, მას უყურებდით. ჩვენ მეც ასევე რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას და აქედან გამომდინარე სხვა პიროვნული ემოციური დამოკიდებულებაც კი ჩამოგვაყალიბდა მის მიმართ. აი წეგანაც საუბრობდი ახლობელთან რომ მიუხედავად იმისა შეიძლება ახალგაზრდა თაობაში ვიღაცა ძალიან ეკლესიური ან არ არის ეკლესიური ან ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ მისი პიროვნების მიმართ ყველას ჰქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და აი დღევანდელი სურათი რომ ეს ნაკადი არ წყდება, აი ძალიან თვალშისაცემია ახალგაზრდა თაობის ნაკადი, რომელიც მიდის და ცდილობს რომ თავისებურად, ასე ვთქვათ, მის პიროვნებას, ასე ვთქვათ, პატივი მიაგოს. ჩემი შვილების თაობაც, მათ შორის და ალბათ თქვენი შვილების თაობა. მაგას გულისხმობ მე. და ანუ რის თქმა მინდა იცით რომ მე რა შეხებაც ჰქონდა პატრიარქთან. ბედნიერი ვარ რით. არ მინდა რაღაც შაბლონური გამოვიდეს ყველა მას აღნიშნავს, მაგრამ აი მართლა სულთა ასე ვთქვათ პრაგმატულად რო შევხედოთ. აი როცა პატრიარქი იყო ჩვენი აკადემიის რექტორი, მაშინ სტუდენტობა მომიწია. და ის თვითონაც აღნიშნავდა რომ მე ბედნიერი ვარ იმ ხრივო, აი სამწუხაროდ თქვენო ეს არ გაქვთო. რომ მე ძველი თაობის ხალხთან მომიწია შეხებაო და რას გულისხმობთ, ხა პატრიარქი იყო პიროვნება, რომელსაც შეიძლება ითქვას 3 საუკუნის თაობის ხალხთან მოუწია შეხება. მე-19 საუკუნეში დაბადებულ პროფესორებთან, ვის ხელშიც ის გაიზარდა სასულიერო აკადემიაში, როცა ის რუსეთში სწავლობდა, ну თავისი პერიოდის ხალხთან რა თქმა უნდა 20 საუკუნის და 21 საუკუნის თაობასაც მოესწრო. ანუ მეორე მხრივ მე ვარ ბედნიერი რომ ესეთ ადამიანთან მომიწია შეხება, ეს იყო ცოცხალი ისტორია, რომელიც ამ 3 საუკუნის სხვადასხვა ადამიანთან ჰქონდა შეხება და ამ ყველა თაობისგან ჰქონდა ნასწავლი რაღაც. რასაც ვერც იქში წაიკითხავ და ვერსად ვერ ისწავლი, ეს თუ ცოცხალი კონტაქტი არ იქონი ადამიანმა. და ჩემთვის როგორც თქვა ზოგადად ქრისტიანისთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის და მით უმეტეს როგორც ახალგაზრდა თაობის ეგრეთ წოდებული სამღვდელოების წარმომადგენელისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო მასთან თითოეული შეხება და მისგან მოსმენა. აი მე მახსენდება რომ ერთხელ მოგვიწია ეს, როდესაც მოსაყდრის საკითხი დადგა 2018 წლის 21 ივნისს იყო სინოდი გაიმართა, რომ საბოლოოდ დამტკიცებული იყო მოსაყდრის სტატუსი, როდესაც მე ოფისში იქნა გამორჩეული და იქ მე დიდი ხანი მუშაობა მოგვიწია ასე შემდეგ, ღამის 9 საათამდე მომიწია იქ ყოფნა და
მე მისმა დივან რეფერენტმა ქალბატონმა შორენა მომეყვანა მასთან უნდა ევახშმა პატრიარქს 9 ის ნახევარი იყო თუ 9 საათი ხდებოდა დავალოცინებ შენ თავს მე გადაცემაში და წავსულიყავი რომ განმარტება გამიკეთებინა სინოდის განჩინებაზე მაშინ უკვე სასულიერო კი ხო რა თქმა უნდა და რო ავედი პატრიარქს დაალოცინა ჩემი თავის ოთახიდან გამოვიდა რაღაც აი 2 წუთის პაუზა იყო და მე ჩამოვედი პატრიარქი შეიყვანეს სასადილო ოთახში სადაც მას უნდა და რო ჩამოვედი იქ ერთი მღვდელი იყო ვინც მასთან თანხლები მღვდელი მეძახის უზე პატრიარქი გეზახისო კიბებიდან ამატრილს ვავედი კი ტრაპეზე დაბრძანდი ვისაუბროთო ისეთი ინტერესი გამოავლინა კანონიკური სამართლის მიმართ კითხვები დამისვა და წოდნა რომ საერთოდ გადაიდოს ჩემი გადაცემა და სანამ არ დაასრულა ტრაპეზი კაი ხანი ვისაუბრეთ და რა იყო იცი საინტერესო აი რა სწავლენ და ადამიანი ერთი ესეთი საინტერესო გამოთქმა არსებობს აღარ მოხდეს ეს ჩინური გამოთქმა თუ რაღაცა რომ ახალგაზრდობაში ადამიანი ბავშვობაში ხედველობა კარგი აქვს, მაგრამ მოკლე მანძილზე ხედავს. სიბერეში ადამიანს ხედველობა აკლდება, მაგრამ შორს იხედება. აი პატრიარქი აავლენდა ამ შორს ხედველობას. აი საკითხები ისე დააყენა, ისეთი კითხვები დასვა, რომ აი აშკარად ეთყობოდა ადამიანს როგორ შორს იხედება, ამ ხელა ანალიტიკის უნარი ჰქონდა და აი ბოლო ესეთი ცოტა დიდი ხნიანი შეხება მქონდა პატრიარქთან, უკვე პანდემიის პერიოდი იყო. მაშინ რაღაც საშობო ეპისტოლეზე პრობლემები შეიქმნა ერთ წელს ვერ იქნა წაკითხული მე რაღაც რედაქტირების პროცესი გავიარეთ და ღამის 10 საათი იყო შობის შემდეგ იმ დღეს და მე და მეუფეში ვავედით პატრიარქთან რომ ეს დარედაქტირებული ეპისტოლე კოვიდის პერიოდი არის კი კოვიდის პერიოდი ღამის 10 საათზე ავედით პატრიარქთან და მე თვითონაც ძალიან დაღლილი ეხლა მაშინ თვითონ არც მოსულა წირვაზე საშიშურების გამო და აი იქ რო უკითხავ და მეუფეში ვამ ეპისტოლეს ისეთ ადგილებს იჭერდა და ისეთ ანალიზს აკეთებდა, რომ აი ზოგადად რის თქმა მინდა იცით რომ ეს იყო ღმერთისაგან დაჯილდოებული ადამიანის სხვადასხვა ნიჭით, რასაც კიდევ ამ წიგნით და ცოდნით ვერ შეიძე. აი კონდეს ესეთი შორს ხედვის და ღრმა ანალიტიკის უნარი. და ყველაზე ბედნიერი დღე იყო კიდე ესეთი, ეს იყო პანდემია, ალბათ 2019 წელი იყო თორსტები მაისის თვე თუ ივნისის თვე, მაშინ აკადემიის დეკანი ვიყავი. და აკადემიის კურს დამთავრებულები მესამე კურსის სტუდენტებზე ქალბატონ შორენას თხოვე რომ იქნებ პატრიარქთან შეხვედრა დაიგეგმეთ, მაშინ უკვე შეხვედრა ესე აღარ ხდებოდა მისი უძლურება გამომდინარე და დაგვთანხმდა. ნუ ყველას გაგვეხარდა და მივედით რა ხელა სიხარული იქნებოდა? ეს ბიჭებიც მე ვიყვანე ყველანი დალოცა და მე ახლა ვცდილობ რომ 5 წუთში 7 წუთში დავასრულო საუბარი. მე რომ მგონია დავასრულო და მინდა ვთხოვა რომ აი სურათს გადავიღებთ, კიდე აგზელებს საუბარს. კიდე დავასრულე საუბარი მგონია რომ სურათი უნდა გადავიღოთ ახლა ვთხოვო კიდე გააგრძელა საუბარი თვითონვე არ შეწყვიტა ჩვენთან საუბარი იმდენად ხალისიანად იმდენად შემოყო საუბარში და აი ისეთი ლიტერატურა დაუსახელა იქ ბიჭებს ისე ესაუბრა წიგნიერებაზე განათლებაზე ფილოსოფიაზე აი ანალიტიკურ აზროვნებას და საერთოდ პატრიარქს ერთი რამ გასდევდა აი მის ქადაგებებშიც პირად შეხვედრებს ყოველთვის მოუწოდებდა ადამიანს ანალიტიკისკენ ანალიტიკური აზროვნებისკენ რომ ადამიანი არ ყოფილიყო რაღაც სტერეოტიპულად მოაზროვნე აი პატრიარქი სულ ამის კრიტიკული შეკითხვების დასმისკენაც ხო და რა ამბობდა რომ რადიკალური აზროვნება არის ჯანმრთელი ქრისტიანი იყო ხო როგორ შეიძლება პატრიარქს ესე ვთქვათ მაგრამ აი ხალხს მოუწოდებდა ჯანმრთელი ქრისტიანობისაკენ და ისეთ თქმა მინდა ისეთ რომ რა თქმა უნდა ფიზიკურად ის მუდამ ვერ გვეყოლებოდა ადრე თუ გვიან ეს სამწუხარო დღე დადგებოდა მაგრამ მე ფიქრობ რა მისი სახელი ის უკდავყოფა უნდა მოხდეს იმით რომ ის რჩება და რეგებები ის დადებითი შთაბეჭდილება სამაჩვენში დატოვა აი ეს იყოს ღრმად გაიდგა სამაჩვენში ფესვი და აი ამის ასე ვთქვათ გამგზელებლები ვიყოთ და ცხოვრების განმავლობაში აი ეს რჩევები გამოვიყენოთ. დიახ, იმედია რომ ამას შევძლებთ და განვახორციელებთ და დაუჯერებთ. ღმერთმა შეგვაძლებინოს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რა თქმა უნდა. მამა ლონგინოს თქვენ ახსენეთ, გაიხსენეთ ახლა კოვიდის პერიოდი, არაერთხელ ახსენეთ და აი მართლაც საოცრება იყო ის, რაც პატრიარქმა შეძლო, ხო? აი ეს გამბედაობა, გმირობა ფაქტობრივად მისი მხრიდან, როდესაც მსოფლიოში დაკეტეს ეკლესიები და ვთქვათ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების ესევე სალოცავები და ყველა ესე იგი ჩაკეტილი იყო სახლში. პატრიარქმა შეძლო ის, რომ ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შევხვდით ტაძრებში, რა თქმა უნდა, ზიარების წესი არ შეიცვალა. მოკლედ, საოცრება მოხდა მაშინ იმ კონტექსტის და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში იყო. აი, ძალიან საინტერესო საკითხია ეს და აი ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლოგიკურად რო ავიღოთ, სერიოზულად სარისკო ნაბიჯი იყო, აი, პრაგმატულად რო შევხედოთ ამას, მაგრამ აი აქაც სწორედ ეს გამოვლინდა პატრიარქის შორსჭრეტელობა და შორს ხედვა. იმიტომ მეორე მხრივ ეს სერიოზული რისკი იყო, რომ ამას რა შედეგი მოყვებოდა არ ვიცოდით. შეიძლება სერიოზული კრიტიკის ობიექტად ქცეულიყო თუნდაც ერისგან. იმდენად დიდი იყო შიში, საშიშროება, მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, აქ მარტო საქართველოს მხარე მუქრებოდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორ ბეწვის ხიძე გაგვატარე იმ პერიოდშიც, რომ ხალხისგან კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოცია წამოვიდა და უფრო მეტი ნდობა ეკლესიის მიმართ და რაც თავარია, რომ აი ღვთისასწაული იყო, რომ ეკლესიაში კლასტერი როგორც ასეთი არც კი ჩამოყალიბდა. ნამდვილად ასე იყო. ისე გაგვატარა პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რამხელა ბრძოლაც კი მოუწია მასთან დაპირისპირება, რომ ესე ერთიანად ეკლესია მონასტრები არ დაკეტილიყო ადამიანებისათვის და რატო გაკეთეს ცით პატრიარქმა განეისა, რომ მას არ სჯეროდა პანდემიის რაღაც. მან იცოდა, რომ მან თავისი ერის მაჯისცემა იცოდა. ამის თქმა უნდა, ის რომ ჩაკეტავდით ხალხს თუ ჩავკეტავდით სახლში, ეს ერის სეუსულიერად იმაზე მეტად დააზარალებდა, ვიდრე პანდემია დაგვაზარალებდა. დიახ, რა თქმა უნდა. ამ ხრივ, აი ეს გვარი ნუგეშის ფანჯარა დაუტოვა ადამიანებს. არც ის აიძულა ახლა ვისაც შიში ჰქონდა რომ სახლში დარჩენილიყო, რა თქმა უნდა და ამ ხრივ ხაზი არავისთვის არ გადაუსვია, მაგრამ ვისაც ერთ-ერთი ნუგეში ამ საერთო განსასწრელში იყო ეკლესია, ეს პატრიარქმა იგრძნო, რომ ეს ფანჯარა არ უნდა დაკეტილიყო. ამიტომ ის იყო ერის მამა, ამან ზუსტად აი ხედვა ჰქონდა, აი ამაზე მინდა ხაზგასმა. სწორი ხედვა ჰქონდა, ხო? მამა ლონგინოს აი თვისებებზე მინდა ასე რომ ვისაუბროთ პატრიარქის ის განსაკუთრებით რომელი თვისება ესე თქვენ დაგამახსოვრდათ მასთან ურთიერთობის განმავლობაში, ალბათ ბევრია ასეთი, მაგრამ მაინც აი შორსჭვრეტელობა ახსენეთ, შორსმხედველობა, მისი სიბრძნე, მაგრამ აი ადამიანური თვისებებიდან ასევე ვთქვათ, აი ურთიერთობების თვალსაზრისით მე მახსენდება ესეთი რამე, რომ ყველას თქვენობით მიმართავდა. ახ მასზე ბევრად ახალგაზრდასაც ასე იყო, ხო? კი, ნამდვილად საერთოდ არ ქონდა მნიშვნელობა რა სტატუსის ადამიანი ხდებოდა მას, ან რა პროფესიის. აი პატრიარქს ქონდა აი ეს კულტურა შემუშავებული. არ ვიცი ეს როგორც ძველი თაობის ადამიანი რახან იყო იქიდან ჩამოუყალიბდა თუ ეს პიროვნულად კიდე შეძენილი რაღაც ის იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი გრძნობდა რომ მას პატივსა სცემდა. ეს ძალიან ღირებული რამეა. ახლა ბევრი თვისება შეიძლება დავასახელოთ პატრიარქს რა ქონდა კარგი, რა თქმა უნდა მას შეიძლება ფორმულებებს ჩამოთვალოთ ყველაფერი, მაგრამ პირადად ჩემთვის ახლა როგორც ღვთლისთვის ფასეული რა არის, რა იყო თქვა თვალშისაცემი კიდიმ დანარჩენ თვისებებს შორის ასე წეგან ვისაუბრე. ეს იყო ადამიანის პატივისცემა, ადამიანის მოსმენა და სერიოზული მიდგომა ადამიანის მიმართ, რომ არც ერთი სტატუსის ადამიანს მასთან ურთიერთობაში თავი არ ეგზნან დამცირებულად, ან ბოდიში და რაღაც სულელად, რომ თითქოს აი შეიძლება ესეთი კითხვა დაასვი, ან ისეთ თემაზე საუბრე, რომ თითქოს უადგილო იყო, ნებისმიერ თემაში სერიოზულად შემოყვებოდა საუბრისას და შინაგანი კულტურის უაღრესი გამოვლენა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველა სეგმენტის ადამიანისათვის, განურჩევლად ეთნიკური სხვაობისა თუ რელიგიური სხვაობისა, იყო პატივსაცემი პიროვნება. და იყო მუდმივად გასათვალისწინებელი პიროვნება და რაც თავარი ახერხებდა იმას თავისი ხასიათით თუ დიპლომატიით თუ სიბრძნით ურთიერთდაპირისპირებული მხარეების დამშვიდებას და ერთად შეკვრას. აი ამ ტელევიზიასაც რო დაარქვა ერთსულოვნება, ხო? ანუ რის თქმა უნდა რომ მისთვის პრიორიტეტი რა იყო? ერის ერთსულოვნება. და აი ბატონი ტარიელი ხალხელაური გვეყოლება მოგვიანებით აი დღევანდელი გადაცემის მსვლელობისა შემოგვიერთდება და მან თქვა სხვათა შორის რომ როდესაც აირჩიეს მაშინ გაგვაერთიანა და როდესაც გარდაიცვალა და ღვთივგანისვენა მისმა უწმინდესობამ კიდევ უკეთესად გააკეთა. ანუ საოცარი ერთიანობა არის ხალხში, ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ შესავალში, რომ სხვადასხვა შეხედულებების ის ადამიანებიც, რომლებიც საერთოდ ქრისტიანები არ არიან და შეიძლება თავს ათეისტებადაც მიიჩნევენ, კრიტიკული განწყობაც შეიძლება აქვთ ეკლესიის მიმართ, ერთიანი ვართ ყველა აი ამ წუხარებაში და გლოვაში ყველა გულწრფელ გულისწყებელს გამოხატავს. მინდა ერთი რაღაც ხაზი გაუსვა და ამით შემომორჩეთ, რომ აი ახლა ხო უყურებთ ტელევიზიებს, აი მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქამდე ეკლესიის მიმართ ამდენი კრიტიკული მედიაა, ხო და ასე შემდეგ. დიახ, აი არც ერთ ჟურნალისტს არ დასდენია, აი ყველას ეტირებოდა ტრანსლაციის დროს. ახლა ეს იყო გულწრფელი ემოცია. ნამდვილად. ეს იყო ძალიან შესამჩნევი სხვათა. კი. რაც ჩვენ ვაკეთებთ მომავალ. არანაირი გადაცდომა, აი რაღაც ისეთი. აი ახლა დღეს ყველა არის ერთი. ნამდვილად. ოპოზიცია არ ჩანს. აი ახლა უყურეთ მასმედიას, უყურეთ Facebook-ზე შევიდეთ, ან ტელევიზიებს უყუროთ, არსად განსხვავებული აზრი არ ფიქსირდება. დიახ, აი ჩვენ კადრში გვაქვს, ახლა კადრები გვაქვს, როდესაც უწმინდესი მიასვენეს გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში. და პირადად მე უზღვავ იყო ნაკადი ხალხი. SMS საშუალებით თუ ზარებით იმდენი ადამიანი მისამძიმრებს პიროვნულად. აი ახლა მე ასე ვთქვათ რიგითი მღვდელი ვარ, ხო მე არ ვარ თქვათ ოფიციალური ინსტიტუციის წარმომადგენელი ან რაღაც, ხო, მაგრამ აი ნუ გულწრფელი, ვისაც ახლა მიცნობენ და რაღაცა, გამოხატავენ თამინი გულწრფელ ემოციას. დიახ, და ჩვენ ყველა ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებთ, იმიტომ რომ ჩვენი სულიერი მამა, ანუ ყველასთვის
არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აი ეს ერთიანად, ყველაზე მეტად უყვარდა და ენდობოდა ქართველი ხალხი. ნუ ფაქტია, ხენაყოფით შეიცნობო. და ყველაზე მეტად ადამიანის საქმიანობა ფასდება მისი გარდაცვალების მერე. მისი გარდაცვალების წუთიდანვე უკვე გამოვლინდა ის ნაყოფი და ჩვენ კიდევ ვერ აღვიქვავთ. დიახ. და მამალონგინოს ჯერ ვერ დავასრულებთ, იმიტომ რომ ავტოკეფალის საკითხსაც, აღიარების საკითხსაც გვინდა რომ შევეხოთ. მრავალმხრივია პატრიარქის ღვაწლი და ბუნებრივია ვერც ერთი, ვერც ორი და ვერც 10 გადაცემა ამაზე საუბარს ვერ ამოწურავს, მაგრამ ალბათ ეს არის განსაკუთრებული მომენტი მისი მოღვაწეობის განმავლობაში. ჩვენ ვიცით რომ 1917 წელს აღდგა საქართველოს ეკლესიის დაკარგული ავტოკეფალია, თუმცა ის არ იყო აღიარებული ადგილობრივი ეკლესიების მიერ და პატრიარქის უდიდესი თანმიმდევრული ძალისხმევით მას ასევე გვერდში ედგნენ მეცნიერები, მაშინდელი და მოხდა ის, რომ 1990 წელს მართლმადიდებლობის ზეიმზე, მაშინ 4 მარტი იყო, დიახ, მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქის უდიდესი ძალისხმევა და მისი დამსახურება და ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი მისი მოღვაწეობისა. დიახ, ქალბატონი ელისაბედ, აი ეს საკითხი ძალიან კაია რომ დაისვა. ჩვენ ახლა ბევრს საუბრობთ, ისტორიკოსებიც ბევრს საუბრობენ და ამ ხრივ შეიძლება ჩვენ ახალი ვერაფერი ვერ თქვათ, მაგრამ მე მინდა ცოტა სხვა კუთხითაც შევხედოთ ამას, რომ ზოგადად ეს ავტოკეფალურობა რა არის ესეთი. დიახ. რომ ესეთი მნიშვნელოვანი იყო ამ პატრიარქმა, რასაც ქვია თავისი პატრიარქის მოღვაწეობის ერთი მხარე ამისკენ გადადო. რომ აი ამისთვის რამენაირად მიაღწია. მე მახსოვს ალბათ 2018 თუ 19 წელი იყო ჯერ არ იყო პანდემია, იქ პატრიარქთან შემიყვანეს რაღაცა საკითხი იყო დასმული და იქ რო შევედი, მაშინ ეს როგორ ბრძანდებით ჯერ მომიკითხა ეს რაღაცა შევწვი, ახლა ვინ ვარ და გვერდზე დამისვა სკამი დაადგმევინა თავის ოთახში, სადაც ბუხარი ქონდა რაღაც და დამიწყო საუბარი, რომ მე რო პატრიარქი გავხდიო, სამი ესეთი საკითხი იყო ჩემი აი მისია, რო გადამეწყვიტა. ეს იყო ავტოკეფალის მოპოვება, აღიარება, საპატრიარქო ტიტულის მოპოვება და დიპტიქში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის მოპოვება. ამ ორს მივახციეთ. დიახ, ტიტულის აღიარება, ორი ტოპოსი გადმოგვეცა მაშინ. და აი ეს დიპტიქის თემაზე მაშინ ვისაუბრეთ და რის თქმა მინდა რომ მაშინ ავტოკეფალი ესეც შევხედა და ასე შემდეგ და ნუ ერთი რომ ეს პატრიარქისთვის ეს იყო რაღაც ოცნება, რომ ამისთვის უნდა მიეღწია. რაღაცა ესეთი თქვა, აი ქონდა რაღაც მისია, რაც უნდა მას შეესრულებინა და აი მე მინდა ეკლესიოლოგიური კუთხით შევხედოთ, რომ ეს ავტოკეფალია რა არის და რით არის მნიშვნელოვანი, რომ ხო შეიძლება რომ არც გქონდეს და ამით რას კარგავთ ქრისტიანები აღარ ვიქნებით თუ რა თქმა უნდა ქრისტიანებიც ვიქნებით და ახლა ეს ცხონებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რაღაც პოლიტიკური მოვლენა ან რაღაცა გმირობა ამ ქვეყნიური გაგებით, რომ აი პატრიარქის სახელს ეს მიეწერა და რის გამოც შეგვიძლია ის ვაქოთ. ეკლესიოლოგიურად ავტოკეფალურობა, რაც ეს თქვა მართლმადიდებელი ეკლესიაში ჩამოყალიბდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი, მე მინდა ცნობისთვის თქვა, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას და ჯერ კიდევ განყოფამდე, იქ ესეთი ინსტიტუტი არ არსებობდა ადგილობრივი ეკლესიების. ერთი რომი იყო ცენტრი და მთელი ლათინური სამყაროს ეკლესიები რომის პაპის დაქვემდებარებაში შედიოდა. ესეთი პრინციპი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი ეკლესიების ინსტიტუტი. ამ ნახეთ როგორ არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესიოლოგიური კუთხით, როგორც ქრისტეს სხეული ერთია, მაგრამ გარეგნული ფორმით ის ადგილობრივი ეკლესიების სახით არის წარმოდგენილი და ეს რით არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. ერთიანობა გვაქვს, ეკლესია ერთიანია იმ ხრივ, რომ საერთო რწმენა გვაქვს და საერთო ღვთისმსახურება და ამისი გარეგნული გამოხატვა, ანუ ფორმა არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები ერთმანეთს იხსენიებენ და შესაძლებლობის და გვარად ერთმანეთთან ვიზიტებიც აქვთ და რწმენაში ვართ ერთნი. გამ ავტოკეფალურობა მეორე მხრივ არის ინდივიდუალურობა. აი, ბევრჯერ ახლა არასწორად განმარტავენ ამას ქართულად დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ეს არასწორი ტერმინი, ეს არის თვითმმართველობა და არა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენ ცალკე რაღაც რელიგიური ორგანიზაცია ხარ, რაც მართლმადიდებლობაში არასწორი მიდგომაა. თვითმმართველობა რას ნიშნავს? დიახ, რა იგულისხმება? და რით არის მნიშვნელოვანი ეს თვითმმართველობა რატო უნდა გქონდეს? რომ თქვა შენ ირჩევ შენს პატრიარქს, მღვდელმთავრს და შენ ასხავ ხელს. ისე რომ სხვა ადგილობრივი ეკლესიის ჩართვა კანონიკურ დონეზე არ გჭირდება. გარდა იმისა, რომ შეიძლება მან ეს დაგიდასტუროს, მიიღოს, მოგილოცოს და შეიძლება მე ინტრონიზაციის დღეს საერთო წილვაში მიიღოს მონაწილეობა. უკვე როგორც ახან ამყარებს ახალ ეკლესიის მეთაურთან ევქარისტიულ კავშირს და მე ეს ასე თქვა გააგრძელოს. და ეკლესიოლოგიურად ამას ის დატვირთვაც აქვს, აი ნახეთ როგორი რაღაცა, რომ ესე რომ ავიღოთ ეკლესიის სისავსე არ გამოიხატება, რომ ბევრი ადგილობრივი ეკლესია უნდა იყოს ხა თავი და მარტო იერუსალიმის ეკლესია იყო, ხო?
მაგრამ ეკლესია თავიდანვე სისავსე იყო ყოველთვის. მაგრამ თქვათ, აი მოხდა ისე, რომ ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესია შეცდა ან გადაუხვია სწორი გზიდან. თუ ეკლესიამ რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე საუბრობთ. ჩვენ თუ მოახდენთ ცენტრალიზებას აი სიტყვაზე, რაც რომის კათოლიკურ ეკლესიაში მოხდა, ხო ცენტრალიზებული. როდესაც მოხდა მე-11 საუკუნეში განყოფა, ავტომატურად მთელი ლათინური სამყარო აღმოჩნდა სქიზმაში. ხა ვერ ვიტყვით, რომ ცალკეული ეპისკოპოსი ამ მოდელი მაშინ სქიზმატი იყო თავის ცნობიერებით, მაგრამ რადგან კანონიკურად ის ერთი ქუდის ქვეშ იყო, აღმოჩნდა ასე თქვა სქიზმატი დაერქვა. მართლმადიდებლის სამყაროში ეს რა არის? ეს არის ერთგვარი გადარჩენის ასე თქვა მექანიზმი. რა თქვა, თუ ერთი ადგილობრივი ეკლესია შეცდა, მეორე ადგილობრივი ეკლესია ინარჩუნებს ამ სისავსეს. გასაგები. ან როგორ არის, აი თქვა, ერთი სანთელი რო ავანთოთ, ხო სინათლე ოთახში და შეგვიძლია მეორე სანთელს გადაუყიდოთ ის ცეცხლი, ამით მას არაფერი არ აკლდება და ეს თუ ჩაქრება მეორე იტვირთავს ამას. და შეიძლება ითქვას, რომ ეს მექანიზმი ავტოკეფალურობის არის ეკლესიის სისავსის გადარჩენის მექანიზმი. დიახ, და ამიტომაც იყო ესეთი მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ავტოკეფალურობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში და ამ ხრივ საქართველოს ეკლესია რო შეუვარდა აი ამ მისიას, ვის გახდა ავტოკეფალური. შეიძლება ითქვას, რომ მან ეკლესიის სისავსის გადარჩენის ერთ-ერთი მისია იტვირთა თავის მხრივ. აი ამ ხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ამ კუთხით ამას ვერ აფასებს და არც საუბრობს და მაინც უფრო პოლიტიკური ჭრილში და რაღაცას ისტორიულ მოვლენაზე. არც ესაა ნაკლები, მაგრამ თქვათ ქრისტიანისთვის, მორწმუნე ადამიანისთვის აი ეს მხარი უფრო მნიშვნელოვანია, რომ რატო იყო ეს ესე პრინციპულად აუცილებელი და მნიშვნელოვანი, აი ამის მიღწევა და მით უმეტეს როცა ეს ისტორიულად ჩვენ გქონდა. და რაც უფრო მნიშვნელოვანია კიდე, რომ აი სწორად აღნიშნეთ, რომ მოხდა არა მონიჭება 90 წელს, ამაზეც იყო საუბარი. ამაზეც იყო საუბარი, რომ თავიდან მოენიჭებინათ, ხო? მაგრამ პატრიარქი ითხოვდა უძველესი ავტოკეფალიის აღდგენას, ვახტანგ გორგასლის დროს მონიჭებას. მე-5 საუკუნიდან ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული ცნობები, რომ მე-5 საუკუნიდან ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის უფლება და პატრიარქს უნდა ამ ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება და არის, რომ 90 წელს ჩვენ მოგვენიჭა და იმ დროიდან გავხდით, ასე თქვათ, ავტოკეფალურები. ეს კიდე ცალკე სერიოზული, ასე თქვათ, გმირული ნაბიჯი იყო ჩვენი პატრიარქის მხრიდან, რასაც მან მიაღწია დიდი ძალისხმევით და რა თქმა უნდა, აქ უნდა აღინიშნოს იმ ზოგი მეცნიერები ცოცხალი აღარ არის, მაშინ პატრიარქს ეხმარებოდა და მათს დიდი ღვაწლი გაწიეს, რომ პატრიარქს ესე გვერდში დაუდგნენ. და აი ამ დიდი მისიის შესრულებაში, ასე თქვათ, ესე დაეხმარნენ და მაშინ, ასე თქვათ, ჩვენს პატრიარქს ხელი შეუწყეს, რომ აი ეს საკითხი ესე დადებითად გადაეწყვიტა. დიახ. და ესეთი გმირული ნაბიჯებით არის სავსე პატრიარქის ცხოვრება და მის მოღვაწეობა და საერთაშორისო ავტორიტეტზეც რამდენიმე სიტყვით მინდა გკითხოთ მამა ლონგინოს, ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები ჩამობრძანდებიან და ესწრებიან პატრიარქის დაკრძალვას, უკვე დადასტურდა და საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაადასტურა ის, რომ საქართველოში ჩამობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართოლომეოსი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამძიმრის წერილები მიიღო საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოდან, აღავლინეს ასევე ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებმა პანაშვიდები ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენებელი და უდიდესია მისი ღვაწლი არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე და ცხადია ეს ღვაწლი არის სათანადოდ დაფასებული და ძალიან დიდია მისი ავტორიტეტი და ამ კუთხითაც რამდენიმე სიტყვა რომ ბრძანოთ. აი ძალიან კარგი ის საკითხი დაისვა. ჩვენი პატრიარქი, როცა პატრიარქი გახდა, დღეს თანამედროვე ადგილობრივი ეკლესიის მეთაურები, ვინც არიან პატრიარქები თუ მთავარ ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, იმ დროს ზოგი მათგანი ერისკაცი იყო, ზოგი მღვდელი იყო, ან ზოგი ახალნაკურთხი ეპისკოპოსი უკიდურეს შემთხვევაში. შეიძლება ითქვას და ერთი აღარ მახსოვს რაღაც სააგენტოზე წავკითხე ამას წინათ ერთ-ერთი მეცნიერი არ ჩვენ პატრიარქთან შეხება ქონია პიროვნებას, მე არც ვიცი ეს პიროვნება ვინ იყო. ესეთი სტატუსი დაწერა, რომ ეს იყო უკანასკნელი ძველი თაობის პატრიარქი. ანუ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიებში ყველა ახალი თაობის პატრიარქებია. ეს იყო ერთ-ერთი ძველი და შესაბამისად იცი რა არის, ანუ პატრიარქს ყველა პერსონალურად იცნობდა დღევანდელი პატრიარქები, ვინც არიან ეკლესიის მეთაურები. 10 წლეულების განმავლობაში იციან მისი საქმიანობა. და კიდე იმიტომ მინდა ამას ხაზი გაუსვრო, რომ ჩვენს პატრიარქს აი ქონდა პიროვნული ავტორიტეტი და ქონდა ისეთი გავლენა, რომელსაც ყოველთვის ითვალისწინებდნენ და ანგარიშს უწევდნენ. ეს არ იყო ისეთი, აი შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქი პიროვნულად ინსტიტუციაზე მაღლა დადგა. ანუ მას მხოლოდ იმის გამო კი არ სცემდნენ პატივს, რომ ის პატრიარქი იყო. უკვე პიროვნულ დონეზე მიაღწია მან ისეთ, ასე ვთქვათ, სიმაღლეს და ავტორიტეტს, რაც ახლა ადვილი არ არის.
რომ მარტო ინსტიტუციურად არა, მის პიროვნებას ითვალისწინებენ ხშირად და მე თვითონაც ახლა შევწრები ვარ, აი შეხვედრებს, ოსა თქვა ან კონსტანტინოპოლის დელეგაცია ჩამოსულან სხვა ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები, რომ როდესაც აი პატრიარქთან იყო რაღაცა დაძაბულ საკითხზე რაღაცა საუბრები, აი ჩვენ ღელავდით, რომ ახლა ნეტა როგორ გადაწყდება და რამე არ გვაიძულონ. აი ისე მარტივად, ისე მოქნილად ახერხებდა პატრიარქია იმ საკითხების გადაწყვეტას, რომ ჩვენ მერს უკვე გაოცებულები გამოდიოდა, ისინიც კმაყოფილები მიდიოდნენ. თითქოს ლოგიკა არ ჩანდა, რით მიდიოდა კმაყოფილი, მაგრამ პატრიარქის პიროვნული ხიბლი მათზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა. ყველა ენდობოდა და სჯეროდა ისი. აი ეს იყო. ანუ დობით ახსავსე პიროვნება იყო. აი სჯეროდათ ის რაღაცას იტყოდა, ესე იგი მისი სიტყვა იყო წონიანი და ანგარიშ გასაწევი. შეიძლება იმ წუთას ვერ მიმხვდარიყავი, დაბრკოლებულიყო ზოგი მღვდელიც, რომ ესე რატომ მითხრა ან ცალკეული თქვა სტუმარი, მაგრამ დრო გადიოდა და შედეგი აჩვენებდა, რომ მან ესა თუ ის საკითხი აბსოლუტურად სწორად განსაჯა და სწორად გადაწყვიტა და სწორი რჩევა გასცა იმ დროს თუ რეკომენდაცია. ძალიან დიდი მადლობა მამალონგინოს ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის.